მოწინააღმდეგის დაგასავლებას აღსრულებით. სექტორი, იმ შემთხვევაში თუკი მოწინააღმდეგე გამო შეიძლება გადაიტანო. აი იმ სექტორში აწევთ ეს რომ თქვა მიზანზე 10 არესროლოს და თქვა რომელიღაც დარჩეს დაუნადგურებელი. კონშეტევა განახორციელეს კონშეტევა წარმატებით. ამ დროს 53 ტაქტიკურ ჯგუფმა ხაშატოს საფუძვლის გარეთ. ბერგია. მაგრევიდან. ხალხოსში ყოფილი ოცეულის მეთაური ოქროსლენე და დალაში. და ჩვენი ხალხის სამსახურში და მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. Ჩვენს დიდი მადლობა დონბასის დაგოფას და მომზადით და უღრესი მადლობა. მადლობა. აღარ ჭირდება თქვა დამოკლება მასშტაბებით, რომ მეძე შეიძლება არა იქ იყო უკვე ტრაექტორია და ბალისტიკის ეფექტურობას და მომზადების ხარისხს. მე ვარ ძალიან მაყოფილი ის რა ჩვენ დღეს ყველა მივიხილეთ არის ძალიან შტამბეშდავი. ჩვენ ვნახეთ რომ ჩვენს ჯარისკაცებს აქვს ძალიან მაღალი დონე, მომზადების დონე, მათ წარმატებით გაართვეს თავი დავალებას, გაანადგურეს მტერი და შესაბამისად მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ თითოეულ ჯარისკაცი არის პირადად ჩემთვის ჩვენი ქვეყნის და ჩვენთვის სიამაყე და მე მინდა განვაცხადო რომ მთავრობა ჯარი მთლიანად ჩვენ ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ეს არის ძალიან საამაყო რომ ჩვენი ჯარისკაცები არიან ასეთი მოტივირებული, ასეთი მობილიზებულები, ასეთი მოსდებულები და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს რომ მაქსიმალურად მხარში დაუდგეთ ჩვენს ჯარისკაცებს და ჩვენს ჯარს. დღევანდელი წვრთნა მთლიანად მიეძღვნა სწორედ ერთიანი ჩანაფიქრით მართო ბრძოლის ველი, როდესაც ბატალიონის შემადგენლობა თავდაცვის და შემდეგ შეტევის ასე ვთქვათ ოპერაციას ახორციელებს. აქ მნიშვნელოვანი იყო რომ ყველა კომპონენტი იყო ჩართული ერთიანი ჩანაფიქრით და ერთიანი კოორდინაციით, როგორც საჰაერო მხარდაჭერის, ასევე საარტილერიო. მნიშვნელოვანი არის ისიც რომ გათამაშდა რომ თვითონ ბატალიონის მართვის პუნქტი იყო დაზიანებული მტრის მიერ და აქედან სათადარიგო ასე ვთქვათ მართვის პუნქტზე გადავიდა მთელი დატვირთვა ბრძოლის მოქმედებების წარმოების. აი ეს არის ის სწორედ რა დასკვნებიც გამოვიტანეთ ჩვენ 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებიდან და ეხლა უკვე პრაქტიკალში ვნერგავთ ისეთი მართვის სტილს სამხედრო მართვის ასე ვთქვათ შესაძლებლობებს, რომელიც გამორიცხავს ესეთ წარუმატებლობებს, როგორც იყო 2008 წელს. ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელი წვრთნები ჩატარდა მაღალ დონეზე, მაგრამ მთავარია რა შეფასებებს მისცემს გენშტაბი, თვითონ სამხედროები, მთავარია რომ პრემიერ-მინისტრი დაესწრო ამ შეხვედრაზე და თვითონ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩვენი ქვეყნის ნახა თუ როგორ არიან მზად ჩვენი შეერაღებული ძალები ქვეყნის თავდაცვისთვის და დიდი იმედი მაქვს რომ ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან იქნება შესაბამისი მხარდაჭერა ჩვენი საფინანსო რესურსების ზრდასთან დაკავშირებით. ხარვეზები უმნიშვნელო, მაგრამ იყო, რაზეც მუშაობთ, ეხლა ჩამოთვალს ამას, ეს იქნება საკე განხილვის თემა, თუმცა როგორც წესი დასრულების შემდეგ ყისულად ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ყველა მიმართულებაზე, ყველა წერტილზე იმყოფოდა დამკვირვებელი კონტროლიორი, რომელიც აღნიშნავდა ყველა კარგად გაკეთებულს თუ არასწორად გაკეთებულს. ამაზე ჩატარდება ცალკე შესწავლა და განხილვა, აღნიშნული სწავლების განხილვა. გამოვლენილი იქნება ხარვეზების, გამოვლენილი იქნება კარგი მხარეც. ჩემის აზრით დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს სწავლება. ძალიან ეფექტურად ჩატარდა დღეს წვრთნები, ჩვენ დღეს ვიხილეთ და დავრწმუნდით კიდევ ერთხელ იმაში, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მოდის სრულ თავსებადობაში ნატოს სტანდარტებთან. ეს იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან
საერთო ამოცანების განსახორციელებლად შილო-ატლანტიკურ ალიანსში მისი წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორებიც აუცილებლად გაითვალისწინებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნას, საბრძოლო მზადყოფნას და მათ სიმამაცეს გამოჩენილ საერთაშორისო ოპერაციებში გადაწყვეტილების მიღებისას ნატოს უელსის სამიტზე. სწავლება იყო კოორდინირებული, ასევე მინდა მოგახსოვოთ, ეს სწავლება იყო გათამაშებული JCAS-ის სიმულაციის სისტემაზე, რამაც მოგვცა შედეგი და გადმოვიტანეთ რეალურად უკვე ველზე. სწავლება ჩემი აზრით ჩატარდა, რაც თავარია უსაფრთხოდ, კოორდინირებულად დასმული ამოცანა, რაც იყო ჩვენი მის ხედვა, აღსრულებულია.